დღეს 2026 წლის 5 ივლისია. კვირა. თავში მომივიდა კიდევ ერთი აზრი, რომელიც თავისი არსით ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია და შეუძლია დაეხმაროს ყველა მოაზროვნე ადამიანს იცხოვროს უფრო გააზრებულად და ბედნიერად. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანს როგორც ღმერთის ქმნილებას ყოველგვარი ეჭვის გარეშე სამსუფლის ისტორიული საუბრის მოსესთან, რეალურ პიროვნებასთან, ყველა დროის უდიდეს ბრძენთან, ღმერთისადმი თავისი ერთგულების წყალობით, მოსემ საშინელი ეგვიპტური მონობიდან გამოიყვანა ხალხი, ებრაელები, რომელსაც ხშირად რჩეულ ერად მოიხსენიებენ. საუბარი იქნება ღვთის იმედზე, ღმერთზე მინდობაზე ყველა საქმეში, მაგრამ არა როგორც სასწაულის მოლოდინზე, არამედ როგორც სულის მდგომარეობაზე, როდესაც ადამიანს უკვე აღარ ეშინია, რადგან თავისი ცხოვრება შემოქმედს მიანდო. პირველად ღმერთზე მინდობის შესახებ მაშინ გავიგე, როცა თავად ჯერ კიდევ არ მწამდა. ამბავი ასე ჟღერდა. ერთხელ რაბინთან მივიდა ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ძალიან წარუმატებლად მიიჩნევდა. რაც არ უნდა დაეწყო, არაფერში უმართლებდა. შინაური საქონელი ეხოცებოდა. სამსახურში მუდმივად წარუმატებლობა ჰქონდა. ცოლი და შვილები პატივს არ სცემდნენ და ასე შემდეგ. მისი მონაყოლის მოსმენის შემდეგ რაბინმა უხმოდ დაწერა რამდენიმე სიტყვა პატარა ფურცელზე. გადასცა უბედურ კაცს და ურჩია ეს ფურცელი საწოლის თავთან დაეკიდა. ასევე დაავალა, რომ ლოცვის შემდეგ ნებისმიერი საქმის დაწყებამდე ეს სიტყვები აუცილებლად წაეკითხა. ფურცელზე ეწერა, ყველაფერი გაივლის. და მორჩილი ებრაელი სახელგანთქმული რაბინისადმი პატივისცემის გამო, ყოველ დილით გაღვიძებისა და ახალი დღისათვის ღმერთისადმი მოკლე ლოცვის შემდეგ, მორჩილად კითხულობდა ამ ორ სიტყვას. გარკვეული დროის შემდეგ მისი საქმეები გამოსწორდა. შინაური საქონელი აღარ იხოცებოდა. სამსახურში მოულოდნელად დააწინაურეს. ცოლმა და შვილებმა კი დაიწყეს მის და მის სათანადო პატივისცემით მოპყრობა, როგორც ოჯახის თავის მიმართ. 1-2 წლის განმავლობაში ის ბედით ფოძებული სიკეთეებით ტკბებოდა და უკვე თითქმის დავიწყებული ჰქონდა რაბინის დარიგება. მართლაც, წარუმატებლობას წარმატება მოჰყვა, ხოლო სიტყვები ყველაფერი გაივლის, იმდენად ღრმად ჩაებეჭდა გულში, რომ ლოდინი ისწავლა. და ყველაფერი უსრულდებოდა. მდგომარეობა უკეთესობისკენ უფრო სწრაფად და ეფექტურად იცვლებოდა ვიდრე ადრე. ერთხელაც, როცა მოულოდნელად სიხარული იგრძნო, გაახსენდა ვინ ასწავლა, როგორ ეცხოვრა და ამ ჩანაწერით რაბინთან გაიქცა. მისი მადლიერება უსაზღვრო იყო, მაგრამ რაბინმა მშვიდად მოусმინა და უთხრა: დაწერილიდან ყველაფერი ვერ გაიგე, მაგრამ ნუ შეწუხდები. უბრალოდ დააბრუნე ეს ფურცელი თავის ადგილას და განაგრძე ცხოვრება. ვიწყებ იმაზე ფიქრს, რა მაჩუქა ბედმა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ გამარჯვებებია, რომ იღბლიანი ვარ, უბრალოდ გამიმართლა, მაშინ გეტყვით. ის ადამიანი თავად არის წარუმატებელი, რადგან რომ დამეწერა იმაზე, თუ როგორ მდევნიდნენ, როგორ არაერთხელ კინაღამ გამომამშვიდეს ციცოცხლეს, როგორ მძიმედ ვავად მყოფობდი, თითქმის როგორ მეხოცებოდნენ შვილები, კინაღამ როგორ დავკარგე ყველაფერი, რასაც მივაღწიე. იმ წუთას ვერა, მაგრამ თითქმის 1 წლის გასვლის მერე კინაღამ დავკარგე ყველაფერი, რაც როგორც მეჩვენებოდა სიცოცხლეზე მეტადაც კი მიყვარდა. შემდეგ უცებ ყველაფერი დალაგდა. შევაფასე ის ანეკდოტი და რა თქმა უნდა გამეცინა. შემდეგ ცხოვრება თავისი გზით მიდიოდა და რადგან მუდმივად რაღაცებს ვიგონებდი, ვახორციელებდი და დღე-დღე ვმუშაობდი, დავიჯერე, რომ პრობლემების შემდეგ ყოველთვის მოდის გამარჯვება. ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ადამიანს გულწრფელად სჯერა. ბოლოს და ბოლოს ბედნიერება ვიპოვე. დღეს ასაკის მიუხედავად ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ბიბლიის კითხვა დავიწყე და გულწრფელად ვიწამე ღმერთი. თავიდან ქრისტე ვიწამე. შემდეგ ჩემი ცოდნა კიდევ უფრო გავაღრმავე. მოვიარე აბსოლუტურად ყველა ადგილი, სადაც იგი დაიბადა, გარდაიცვალა, სადაც ქადაგებდა და ხალხი დააპურა. პატარა ნაჭერი 5000 ადამიანს გაუზიარა და სხვათა შორის ეს არაერთხელ გააკეთა. შემდეგ ძველი აღთქმის კითხვა დავიწყე. და აი ის, რასაც მსოფლიოში ვერც ერთი ფილოსოფოსი ვერ უარყოფს. სინას მთაზე, სადაც ისტორიული შეხვედრა შედგა. რა თქმა უნდა, თუ ღმერთი გწამს და მე არავის არაფერს ვაძალებ. ღმერთმა 10 მცნება წარმოთქვა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ყველაფერი, რაც მან თქვა, ჭეშმარიტებაა. ნებისმიერი, როგორც მე ვამბობ, კარგი ადამიანისთვის. და ამ ჭეშმარიტებათაგან ერთ-ერთია ღმერთზე საცოება ყველა თქვენს საქმეში, კეთილო ადამიანებო. წარუმატებლობებსა და ცუდმოვლენებს ყოველთვის გამარჯვება მოჰყვება. თანაც იმდენად ძლიერი და უდავო, რომ ყველა წარუმატებელი და ბოღმით სავსე ადამიანი შურით გასკდება. აქ სხვა სრულიად ლოგიკური კითხვა ჩნდება. რა იქნება, თუ კარგი რამ მოხდა? აქ უკვე ჩემი რჩევა.
რა თქმა უნდა შესაძლებელია რყევები, მაგრამ თუ ცხოვრებაში დასკვნების გამოტანა ისწავლეთ, მაშინ წარმატება შეიძლება განმტკიცდეს იმაში, რაც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თითოეულ ადამიანს ძალიან ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი. წარუმატებლობები კი იქნება იმ სფეროებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არ არის. ახლა კი, რას ამბობენ ბრძენები ამის თაობაზე? ის, რაც უფლის წყალობით წავიკითხე და რაც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ადამიანის სიმშვიდეს გარემოებები არ განსაზღვრავს. არც ფული, არც ჯანმრთელობა, არც ძალაუფლება. სიმშვიდე მაშინ მოდის, როცა გული ამბობს: უფალო, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, ხოლო იმას, რაც არ შემიძლია, შენ განდობ. შენ ჩემზე უკეთიცი. იმისთვის, რომ ზედმეტად არ წაგართვათ ყურადღება და ჩემი აზრები ბოლომდე წაიკითხოთ, რათა შემდეგ მათზე ვიკამათოთ, ჩემი ამ ქადაგების ნაწილს ერთი ცხოვრებისეული შემთხვევით დავასრულებ. მე მყავდა მეგობარი საკარპატიიდან. მას მაღალი თანამდებობა ეკავა და სახელმწიფო სამსახურში წარმატებით მიიწევდა წინ, მაგრამ ერთ დღეს გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი წაართვეს. სამსახურიდან გაათავისუფლეს, ამას კი ფულის დაკარგვაც მოჰყვა, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მას ეს ადამიანები ისე სძულდა, რომ მთელი თავისი ახალგაზრდობა მათ დასასჯელად და მათზე შურის ძიებას მიუძღვნა. სად აღარ წერდა, ვის აღარ ხვდებოდა, რომ ისინი დაესაჯა. ვფიქრობ, ავტომატი რომ ქონოდა, ყველას დახვრებდა. ორივე ახალგაზრდები ვიყავით. მას ღმერთი არ სწამდა, ისევე როგორც მე. მაგრამ მე ერთგული მეგობარი ვიყავი და არ მივატოვე, რადგან ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დიდი შესაძლებლობები მქონდა. რთული, მაგრამ ძალიან ეფექტური გზით ისევ გავხადე ხელმძღვანელი, თუმცა უკვე სრულიად სხვა სფეროში. თითქოს ყველაფერი ჰქონდა, ეცხოვრა და სიცოცხლით დამტკბარიყო, მაგრამ ის ბრძოლას მაინც განაგრძობდა. შემდეგ მე ბიზნესით დავკავდი და ერთმანეთი დავკარგეთ. იმ დროისთვის უკვე მტკიცედ მწამდა ღმერთი. ერთხელაც შევხვდით და დავინახე, რომ საერთოდ არ შეცვლილიყო და საკუთარი თავის განადგურებას ისევ აგრძელებდა. შევახსენე, რომ ახლა ისევ ბედნიერი უნდა ყოფილიყო. უთხარი მტრები დაევიწყებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა და დაახლოებით 36 წლის ასაკში გული გაუზღდა და გარდაიცვალა. რატომ? თავიდან წაიკითხეთ და კიდევ ერთხელ მოусმინეთ იმას, რაც დასაწყისში მოგიყევით. ხვალ კი გავაგრძელებთ ჩემი ახალი მოგონებებით ძალიან საინტერესო ფაქტებზე, რათა რჩეულები, ბედნიერები გავხადოთ.